მე თქვენ შეკითხვას აუცილებლად უპასუხებ, მხოლოდ პატარა განცხადებას გავაკეთებ, ძალიან მოკლედ. რომ არის ორი საკითხი, რომელიც თქვენთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის. და მე ვთვლი, რომ ეხლა დარჩა ერთადერთი საზოგადოების რეაქცია იმისათვის, რომ განათლების სამინისტროს ვაიძულოთ, რომ შეასრულოს თავისი მოვალეობები და არ იზრუნოს მხოლოდ თავის პრემიებზე და ხელფასებზე და დასვენებაზე და მივლინებებზე, არამედ გააკეთოს ის, რისთვისაც არსებობს განათლების სამინისტრო. პირველი ეხება პირველკლასელთა ნეტბუქებს, კომპიუტერებს. თქვენ იცით, რომ 2011 წლიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ყველა პირველკლასელი იღებს პერსონალურ კომპიუტერს. კვლევები მოაჩვენა, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და ბავშვებს გაუჩინა ძალიან სერიოზული мотиваცია, რომ ისწავლონ უკეთესად და სერიოზული წყარო იმისათვის, რომ მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია და სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო. მოგეხსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში განათლების მინისტრის მოადგილემ ბრძანა, რომ აუცილებლად ეს პროგრამა გაგრძელდება და უკეთესად გავაკეთებთ ტაჩსკრინიან კომპიუტერებს დაურიგებთ ბავშვებს. დღეს არის 12 მაისი. 12 მაისი არის და ტენდერი გამოცხადებული არ არის. საუბარი არის დაახლოებით 50,000 კომპიუტერის ყიდვაზე. უკვე ვიცით, რომ შარშან ამოიღეს საქართველოში დამზადების მოთხოვნა ამ კომპიუტერების, რითიც 100 ადამიანი დაახლოებით დარჩა უმუშევარი. თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩვენი ხელშეწყობით იყო გახსნილი ესეთი ქარხანა, სადაც ეს კომპიუტერები კეთდებოდა. იქ მუშაობდა დაახლოებით 100 ადამიანი, ეხლა ეს ხალხი არის უმუშევარი. მიუხედავად ამისა, ტენდერი გამოცხადებული არ არის კვლავ. მე მინდა მოუწოდო განათლების სამინისტროს, რომ გაანემონ თავის პრემიებზე ზრუნვას და მიხედონ ამ პროგრამას. ძალიან ცოტა დრო დარჩა. სავარაუდოდ ეს კომპიუტერები იქნება შეკვეთილი ჩინეთში, იმიტომ რომ სხვა მომწოდებელი ამ ხელოვნების არ არის. მარტო გზას ჩინეთიდან სჭირდება თვენახევარი მინიმუმ. დამზადება სჭირდება თვენახევარი. ამის დისტრიბუცია სჭირდება 2 კვირა და ასე შემდეგ. თვითონ ტენდერს სჭირდება 1 თვე. უკვე თქვენ ხედავთ, რომ დროში ვერანაირად ვერ ეტევა სამინისტრო. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი ახალი პროგრამები, რაც ჩვენ დაუტოვეთ. ეს პროგრამები ახლა ხორციელდება, ახალი პროგრამები არ იწერება ამ კომპიუტერებში და ეს კომპიუტერი არ არის პლასმასი და არ არის ჩვეულებრივი პლასმასის ყუთი. გარდა ამისა, უკვე ნათელი არის, რომ სამინისტრო მოუარი თქვა ტაჩსკრინიან კომპიუტერებზე, იმიტომ რომ $100 მეტი ჯდება ეს კომპიუტერები. როდესაც საუბრობთ 50,000 კომპიუტერზე, ეს არის $5 მილიონი სხვაობა $. გარდა ამისა, შარშან ჩვენ დაუტოვეთ მარაგი 5,000 ეგრეთ წოდებული რეზერვი კომპიუტერები, ეს კომპიუტერები გამოიყენეს და ბიუჯეტში ჩადეს 5,000 ნაკლები. დაავიწყდათ, რომ ეს რეზერვი იყო, რომ ქონდათ ეს კომპიუტერები და ბუხალტერმა გადაიტანა შარშანდელი წელი ამ წელს და 5,000-ით კიდე სხვაობა არის. თქვენ თუ გადახედოთ განათლების სამინისტროს ბიუჯეტს, დაინახავთ, რომ პრობლემა არის ფულშიც, არა მარტო დროში, არამედ ფულში. მეორე თემა ეხება განათლების სისტემას, ასევე სახელმძღვანელოებს. გახსოვთ, შარშან მოხდა გაკულაკება გამომცემლების, წაართვეს სახელმძღვანელოები, დაურიგეს უფასოდ სახელმძღვანელოები, მაგრამ გარდა ამ მავნებლობისა, რის შედეგად რამდენიმე გამომცემლობა გაკოტრდა და ხალხი უმუშევარი დარჩა, იყო ჩადებული კიდევ უფრო დიდი მავნებლობა ამ პროექტში. რეგულაციაში ჩაიწერა, თუ ბავშვმა გააპუჭა სახელმძღვანელო, მშობელს მოუწევს ანაზღაურება. თებერვალში თვითონ განათლების სამინისტრომ ხას უსვამს, ჩაატარა კვლევა, რომლითაც არის დადასტურებული, რომ 60% თებერვლის მონაცემით ამ სახელმძღვანელოების არის მეორედ გამოიყენებადი. მეორედ ვერ გამოიყენება, ანუ ისე დღეში არის, რომ მეორედ ვერ გამოიყენებს 60% სახელმძღვანელოების. წლის ბოლომდე ბუნებრივი ეს რიცხვი გაიზრდა. მე მინდა მივმართო განათლების სამინისტროს რეფორმატორთა კლუბის სახელით და შევთავაზო ესეთი ინიციატივა, რომ ეს სახელმძღვანელოები აჩუქონ ბავშვებს. იმიტომ რომ პროცესი ამ ფულის ამოღების მშობლების იქნება აბსოლუტურად არა მარტო არადემოკრატიული, არამედ ფინანსურადაც არასწორი. იმიტომ რომ ეს სახელმძღვანელოები არის დაბეჭდილი სახელმწიფოს მიერ და დაუჯდა სახელმწიფოს პირობითად X რაოდენობით, თქვა 3 ლარი სახელმძღვანელოს დაბეჭდება. იყიდება ეს სახელმძღვანელოები ახლა დაახლოებით 15-20 ლარი. ანუ მშობელს მოუწევს გადახდა დაახლოებით 5-ჯერ მეტის, 7-ჯერ მეტის, ვიდრე სახელმწიფოს დაუჯდა. და ეს იქნება სერიოზული პრობლემა მშობლებს და ბავშვებს შორის. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს თვითონ ბავშვის ფსიქიკაზე, როდესაც მშობლისგან დაიწყებენ ფულის მოთხოვნა სკოლებში, რომ
დააბრუნებ ფული, იმიტომ რომ ბავშვმა რაღაცა სახელმძღვანელოში ჩაწერა. და ბოლოს ჩვენ ჩუქნიდით 105,000 ბავშვს ამ სახელმძღვანელოში. ყველა სოციოდაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის ომში დაუყული გმირების შვილები და კიდეს რამდენიმე კატეგორია იღებდა ამას უფალს. სოციოდაუცველ ბავშვს როგორ უნდა წაართვან ახლა ეს ფული? აი ამ მშობლებს როგორ უნდა უთხრან, რომ იცი რა, მოდი 100 ლარი მოიტან. თან სახელმძღვანელოს ფასი გაიზარდა, იმიტომ რომ გამომცემლებმა თუ ჩვენ დროს ვალდებულები იყვნენ, რომ 10 ლარზე ნაკლები გაიყიდათ, ეხლა დადეს 15 და 20 ლარი, იმიტომ რომ ცდილობენ თავის წაგების ამოღებას უკვე კერძო სკოლების მეშვეობით. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას სასწავლო წელს. პირველი რაც არის, რომ არსებობს საფრთხე, რომ დროში ვერ ჩაეტევიან. როგორც ჩანს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას ეშინია პრემიერ-მინისტრთან მისვლა და თქმა, რომ ფული გვაკლია. ბუნებრივი, იმიტომ რომ სერიოზული ესე ვთქვათ, შეცდომა დაუშვეს ბიუჯეტის გათვლაში და მე იმიტომ ვთვლი, რომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს, რომ ამ შიშს არ გადაყვეს ბავშვთა ინტერესები, ხო? განათლების სამინისტრომ ბრძნული იდეები ბჭყალებში გაისროლა წლის დასაწყისში, რომ ტაჩსკრინიან კომპიუტერები დაორიგებდა. ეკითხათ მაინც პროფესიონალებისთვის, რომ $100 ძვირი ღირს, თქვენც იცით ხო ეს? რომ ტაჩსკრინიანი კომპიუტერი ღირს უფრო ძვირი, ვიდრე ჩვეულებრივი კომპიუტერი. გარდა ამისა, მე დამავიწყდა ამის თქვა, საერთოდ მოკლეს პროგრამა მე-9 კლასელების საუკეთესო მოსწავლეების დაჯილდოების პროგრამა. ყოველწლიურად ჩვენ 1000 კომპიუტერს ჩუქნიდით, ვინც წარმატებით ასრულებდა მეორე საფეხურს მე-9 კლასს. ეხლა საერთოდ არ არის შეძენილი ეს კომპიუტერები, ტენდერიც არ არის გამოცხადებული. წესით უნდა ივნისში უკვე მიიღოთ. როდესაც ბავშვი ამთავრებს მე-9 კლასს, ივნისში იღებდა ამ კომპიუტერს. მაგალითად 2012-ში ეგრე იყო. ეხლა არც ტენდერი არ არის გამოცხადებული. არც ფული ჩანს ბიუჯეტში. ეს არის ძალიან საინტერესო. ანუ უკვე პრობლემა გაქვს დროში და ბიუჯეტში და მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ მოიკითხოს ეს თემები. იმიტომ სხვა არაფერი არ ჭერის უკვე განათლების სამინისტროსთან. იმიტომ არიან მხოლოდ თავის პრემიებზე, ხელფასებზე და მივლინებებზე ორიენტირებული სამინისტრო. მეორე არის სახელმძღვანელოების. დაახლოებით არის ეს სახელმძღვანელოები დაურიგდა 520,000 ბავშვს. 520,000 ბავშვს, თუ ჩავთვლით რომ 60%-მა უკვე გააფუჭა, რაც უკვე ვიცით, 100,000 ადამიანისგან უნდა იყოს ამოღებული ეს ფული. ეს არასწორი არის, იმიტომ რომ არავინ არ დაუწერა, მშობელს არ უთხრა, ვიცი რა, ეს სახელმძღვანელო პირობითად ღირს 3 ლარი ან 5 ლარი დამიჯდა და ამდენს მოიტანა. ეხლა რა თანხა უნდა შეაგროვონ, როგორ უნდა დაუთვალონ? მშობლები დაიწყებენ ბავშვების დასჯას, რომ რატო იქ დაჩხაპნე, რატო ფურცელი გაეხა. ეს ტრავმა იქნება ცალკე ბავშვისთვის და ჩვეულებრივი ინიციატივით გამომდინარე, ჩამოიწეროს ეს სახელმძღვანელოები და დაურიგდეს ბავშვებს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას სასწავლო წელთან დაკავშირებით. არც მე, არც ჩემ მოადგილეებს არ დაუთვლია რამდენი უნდა ყოფილიყო სწავლა. ამაზე მუშაობდა სპეციალური კომისია, რომელიც გაითვალისწინა შეისწავლა ყველა ქვეყნის გამოცდილება და დადგინდა, რომ სწავლა იწყებოდა საქართველოში 15 სექტემბერს. პლუს ამაში იყო ჩართული ეკონომიკის სამინისტრო, აქ ეკონომიკური მნიშვნელოვანი ასპექტებიც არის. პლუს იყო ჩართული ამ საკითხის განხილვაში სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულ რჩევებს აძლევენ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან საინტერესო შეკითხვა არის ეს თქვენ, იმიტომ რომ განათლების მინისტრის მოადგილე გიგაური თუ არ ვწდები, ბრძანა ესეთი რამე. ეს ჩემი ფანტაზიით წყარო არ არის, ეს ხალხური გიგაურის ფრაზა არის, რომ ორი კვირით კი გაიზდებაო, მაგრამ უფრო ხანძლივი არ იქნებაო, რამდენიმე დღესო გაკვეთ იმასო არ დადეგებს წავართმევთო. თანო დაიწყებაო იგივე დროსო დაახლოებით რაც იწყებოდა, ну თქვა 10 და მათემატიკა, ხო? ორი კვირა გინდა. ან უნდა ორი კვირით ადრე დაიწყო. თან თქვა რომ უფრო გვიან ვერ დავამთავრებ თუ ისედაცო ბოლო ლიმიტზე არისო დამთავრება სკოლის უკვე ცხელი. ან უნდა არ დადეგებს წაართვა ორი კვირა, ან უნდა წაართვა უფრო ადრე დაიწყო ორი კვირით. ხო, 1 სექტემბერს უნდა დაიწყო, ან ზამთრის არ დადეგებს უნდა წაართვა ორი კვირა. ამბობს რომ არ დადეგებს არ ვართმევთო და 1-5 დღით ადრე ხოლმე დავიწყებთ. მაგრამ 14 დღე და 5 დღე რაღაც მათემატიკაში ვერ ჯდება რა, უბრალო ლოგიკაში. არანაირი საჭიროება ამისი არ არის. არანაირი ხაზს უსმევ ამას, როგორც განათლების მინისტრი 3 წლის განმავლობაში ვიყავი, არანაირი საჭიროება იმისთვის, რომ ორი კვირით კიდე გავზარდოთ სასწავლო პროცესი არ არის საქართველოში. თქვენ სკოლებში შედით.
საერთოდ სწავლის პროცესი გაექცათ, იმიტომ რომ მე-12 კლასი ისედაც სკოლაში არ დადის. მაგრამ აი 2 კვირის გაგრძელება რაც აძლევს რეალურად კურიკულუმის ათვისება ხდება. კურიკულუმი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც არის მიღებული, არის გაწერილი ამ პერიოდზე. ხდება ამის ათვისება. რისთვის არის კიდე 2 კვირი გაზდა პროცესის? მე ვერავინ ვერ ამბობს. კი ბატონო, გავაკეთოთ მთელი წელი სწავლა ბავშვები. აი, ამითი რა? მე მინდა გიპასუხოთ როგორც იურისტი, არ თვლი რომ ცუდი იურისტი ვარ. ჟურნალისტებს ამ სიტუაციაში იცავს კანონი. ჟურნალისტი არის დაცული კანონის ძალით. აქედან გამომდინარე, ახლა მე ერთხელ გავაკეთე ესეთი კომენტარი, რომ ბუნებრივია თუ არის პოლიტიკური ნება, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ კანონიერ სახელმწიფოზე, ჟურნალისტები არიან დაცული კანონის ძალით. იმიტომ რომ ჟურნალისტი ასრულებს თავის მოვალეობას. ჟურნალისტის მოვალეობაა ინფორმაცია გადასცეს მოსახლეობას, საზოგადოებას, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. სახელმწიფოს მოვალეობა არის ის, რომ არ დაუშვას, რომ იყოს მოსმენები, უკანონო მოსმენები. ესეთი პრობლემა, მე ძალიან მიკვირს, რატო ხალხი, რომელიც ამაზე მუშაობს, არ ცდილობს, რომ შეისწავლოს სხვა ქვეყნების მაგალითი. ავიღოთ თურქეთი. თურქეთს ეგეთი პრობლემა ჰქონდა და პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსმენის, ვინც ისმენს ეს სამსახური, არის დაქვემდებარებაში შესაძლებელი. გარდა ამისა, მოსმენი აპარატურა იყო თავდაცვის სამინისტროში, იყო ფინანსთა სამინისტროში, იყო საჯარო სასწავლებლების სამინისტროში. ხო, ესენი არიან ერთი ქოლგის ქვეშ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ. თურქეთში იგივე პრობლემები იყო, გამოყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს სამსახური, იმისა და ეხლა არავინ არ იცის თურქეთში, ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტულ მოსმენას. იმიტომ რომ როდესაც არის შესაძლებელი, ნებისმიერ დეპარტამენტის სამართლოს უფროს აქვს ცდუნება, რომ მივიდეს ადამიანთან, რომელსაც იცნობს კარგად და სთხოვოს, რომ ჩამირთე. ჩამირთე ეს ადამიანი თუ ის ადამიანი, რაც კიდე არის მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოება არ იცის. იგივე პრობლემა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვენ იცით, სერიოზული პრობლემა მოხდა ANB-სთან დაკავშირებით, ბევრ სხვა ქვეყანას ესეც აწუხებს. სამართალდამცავები იყენებენ მარაოს პრინციპს მოსმენების დროს. რაც ზდის ბუნებრივია რაოდენობას ადამიანების, რომელსაც უსმენთ. რა არის მარაოს პრინციპი? პირობითად თუ სამართალდამცავებს უნდა თქვენი მოსმენა, ბუნებრივია რომ თქვენ ხართ ფრთხილი, იმიტომ რომ გესმით რომ შეიძლება ვიღაცა მოგისმინოს და ბევრს არ ლაპარაკობ ტელეფონით. ამიტომ ამერიკაშიც იგივეს აკეთებენ, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც. იღებენ თქვენ დეტალურ ამონაწერს 20 ადამიანს, რომელთანაც თქვენ გაქვთ კონტაქტი ყველაზე ხშირად და აი ამ 20 ადამიანის 20 ადამიანს უსმენთ. ანუ იმისათვის რომ თქვენ მოგისმინონ, უსმენენ 400 ადამიანს. ზუსტად მიხვდით ხო? იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც პირობითად თქვენი მეგობარი, რომელთანაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა, ის არ ფრთხილობს, ის არ არის ჩართული ან პოლიტიკაში, ან ბიზნესში, ან რაღაც კრიმინალურ საქმიანობაში, ამიტომ არ ფრთხილობს და ლაპარაკობს. და იმის დაქალი კიდევ უფრო მეც ლაპარაკობს. და ზუსტად ამიტომ ჭირდება თანხმობა ოდენობა მოსასმენი. ჩვენი ხელისუფლების შეცდომა იყო ზუსტად ის, რომ ჩვენ არ შევქმნით გარანტიები სისტემაში, რომ ვინმეს არ ქონოდა ცდუნება ამ სისტემის გამოყენების. ეს იყო ჩვენი შეცდომა, ეს იყო ჩვენი ბრალი, რომ არ იყო სისტემაში შექმნილი გარანტიები და დაზღვევები, არ იყო სისტემა დაზღვეული იმისგან, რომ ადამიანებს, რომელსაც ამ სისტემის გამოყენება არაკეთილსინდისიერად უნდა, არ გამოეყენებინათ ეს სისტემა. ზუსტად ამიტომ საუბრობდა, ჩვენ გადავიხადეთ ამისთვის ძალიან სერიოზული ფასი. პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ, წავაგეთ არჩევნები და გადავაბარეთ ხელისუფლება. ანუ რო ვთქვათ, რომ ჩვენ ამისთვის ფასი არ გადაგვიხდია, არ იქნება სწორად. სერიოზული ფასი გადავიხადეთ. არჩევნები წავაგეთ, ხელისუფლება დავთვალოთ. ეხლა ზუსტად ამაზეა საუბარი, ახალმა ხელისუფლებამ ჩვენს შეცდომებზე ისწავლოს. არ გამეორდეს ის, რაც მოხდა ჩვენ დროს, ხო? ჩვენ დროს მოხდა ის, რომ ქვედა რგოლის და საშუალო რგოლის
ჩინოვნიკებს სამართალდამცავებს ჰქონდათ შესაძლებლობა სისტემის გამოყენება თავის სასარგებლოდ. ამაზე არის მხოლოდ საუბარი. გავიდა 20 თვე არჩევნების შემდეგ 20 თვე გავიდა. მე მგონი უკვე დამთავრდა ის ციკლი, როდესაც ყველაფრის გადაბრალება შესაძლებელი იყო ძველი ხელისუფლებისთვის. თქვენ გახსოვთ, იყო ძალიან ბევრი საუბარი, აი ძალიან მარტივად. იყო რამდენი საუბარი იყო იმაზე, რომ აი ნაც მოძრაობა უსმენდა, ფაილები იყო, მე ხლა ამას გამოიყენებს. 20 თვე გამოვიდა, ვინმე რამე გამოიყენა? იყო გამოყენებული ის, რაც თვითონ შესაძლოა ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილემ გამოიყენა, ხო, ეს ცნობილი ფაქტია და არა ნაცმოძრაობა. ყველა დანაშაულში ხო უნდა იყოს მოტივი. მარტივი მოტივი, იმიტომ რომ მოტივის გარეშე დანაშაული როგორც იურისტი შეიძლება იპასუხოთ არ არსებობს, ხო? აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გაუგებარი არის რისთვის სჭირდებოდა ნაცმოძრაობას ამ კამერების დაყენება რუსთავიაში, მაგრამ ამას რომ ეს შეკითხვა ძალიან ლოგიკური თქვენ არ გაგიჩნდათ? ეს აპარატურა ხო იყო გადაღებული, რომ ეყენა აპარატურა მას გადაიღო. მე ხო მოხსნეს ეს აპარატურა. ხო მოხსნილი აპარატურა. ანუ ამ აპარატურის მოხსნა მოხდა იგივე პროფესიონალების მიერ, რომლებიც დააყენეს ეს აპარატურა. ამაზე ხო არავინ არ საუბრობს, ხო? ანუ იყო ჩაწერა. ამის შემდეგ, როდესაც გახსნეს, როდესაც ეს კადრები გაჟონა, ნახე საიდან იწერებოდა, ანუ კვალი დარჩენილია როგორ იწერებოდა. თვითონ აპარატურა უკვე იქ ადგილზე არ არის მოსასმენი. ანუ ეს უკვე ნიკა გვარამე ხო ვერ მოხსნიდა თვითონ. ეს არის პროფესიონალების მოხსნილი, იმიტომ რომ იქ არის გაყვანილობა და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ისე თქვა გაწმენდი. წაღებული. თუ ეს იყო ლოგიკური შეკითხვა, ხო თქვენი იქნება, თუ ეს იყო დაყენებული, თქვა ნაცმოძრაობის მიერ და აქ ხას უსვამ რომ აბრალებენ სახელმწიფო დაცვის სამსახურს და სახელმწიფო დაცვის სამსახური უკვე ექვემდებარებოდა პრემიერ-მინისტრს, გაიხსენეთ 2000. ეს არ არის პრეზიდენტის დაცვის სამსახური. ეს არის მთავრობის დაცვის სამსახური. გაიხსენეთ 2012 წლის დეკემბერი რამდენი სკანდალი მოყვებოდა ამას. იმიტომ რომ კანონი შეცვალეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო მთავრობის დაქვემდებარებაში სპეცსამსახური. მთავრობაში თავრობის ხოლდის ქვეშ. ჟურნალისტებს იცავს კიდევ ერთხელ ხას უსვაო კანონი. კანონი იცავს ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ისინი ვალდებულები არიან და ეს ინფორმაცია მიაწევდნენ საზოგადოებას. როგორც იურისტი შემიძლია გაიგემართოთ, რომ ან კანონი დარღვევა ჟურნალისტების მხრიდან არ მომხდარა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიძიოს, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და გამოძიება უნდა იყოს მთავარი, ესე თქვა, თარჯეთი, მთავარი მიზანი გამოძიების არა რატო ეს გავცელდა, არამედ რატო ეს იწერებოდა. ეს არის ძალიან ბუნებრივი და ძალიან მარტივი მიზანი. პასუხისგებლობა, მოდით რა 20 თვის შემდეგ პასუხისგებლობა ეკისრება მთავრობას. იპასუხებთ ამაზეც. ამ პრობლემამ გამოაჩინა ორი სერიოზული პრობლემა მთავრობაში. პირველი არის კომუნიკაციის პრობლემა და აქაც ძალიან სამწუხაროდ არავინ არ ისაუბრა ამაზე, რომ ალასანიამ შესთავაზა ნატოს არა იარაღი მომეცითო, მომყიდეთ მაჩუქეთ. არამედ ალასანიამ სთხოვა
რომ ნატომ განათავსოს თავისი ანტისახაერო სისტემები საქართველოში. ძალიან დიდი სხვაობაა. ალასანიამ სთხოვა სხვა ქვეყნებს განათავსონ თავისი შეერაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე, რის უფლება აქვს მხოლოდ პარლამენტს. ეს თავდაცვის მინისტრის კომპეტენცია არ არის. ეს ერთი პრობლემა იყო. მეორე პრობლემა იყო ის, რომ საერთოდ კომუნიკაცია არ არსებობს, შიდა კომუნიკაცია როგორც ჩანს და ვის მიმართ უფრო დიდი სიმპათია გაქვთ თქვენ ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება უფრო მარგველაშვილი მოგწონდეთ, შეიძლება უფრო ალასანია მოგწონდეთ, მაგრამ მარგველაშვილი თავარს არ დალია ამ ქვეყნის. აქედან გამომდინარე, როგორც მინიმუმ საქმის კურსში უნდა ყოფილიყო. და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ 2012 წლის დეკემბერში ჩვენ უნდა ჩამოგვეტანას ამერიკიდან ანტისახაერო თავდაცვის სისტემები. ინჟინერები იყვნენ ამერიკელები საქართველოში, განსაზღვრული იყო, გაწერილი იყო, სად უნდა დამდგარიყო ხოკების სისტემა, რამდენი იყო საჭირო ამისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად ამნეზია დაემართა ალასანიას, ეს დაავიწყდა და 20 თვის შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე ჩვენ დაცულები არა ვართ ჰაერიდან და ჩვენ გვჭირდება ეს სისტემები. და იმის ნაცვლად, რომ აემოქმედებინა ის ხელშეკრულება, ის შეთანხმება, რომელიც იყო სააკაშვილის შორის დადებული და ჰილარი კლინტონის შორის დადებული, ეხლა გააკეთა ესეთი ძალიან გაუგებარი განცხადება, ჩემი აზრით, რომ ნატოს ქვეყნის შეერაღებული ძალებს პატიჟებს საქართველოში პარლამენტის გარეშე. დიდი მადლობა. ამდენი ვილაპარაკე კიდე კადრებით. აი, კონსტიტუციაში წერია, რომ თავრესარდალი საქართველოსი არის მარგველაშვილი. მაგრამ აქ მე მეორე თემას ხას უსვავ, მეორე საკითხს ხას უსვავ, რომ კონსტიტუცია სხვა ქვეყნის შეერაღებული ძალების დაპატიჟება ჩვენ ტერიტორიაზე და განთავსება ეს არ არის თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილება. მას არ აქვს უფლება. მე ძალიან მინდა რომ ნატოს ბაზა იყოს საქართველოში. მაგრამ მე როდესაც ვიყავ თავდაცვის მინისტრი, ჩემი კომპეტენცია რომ მიმართა ნატოსთვის რომ მოდით ბაზა განათავსეთ, არ იყო. ამისთვის არის კონსტიტუცია პარლამენტი. დიდი მადლობა.